გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV და დიდი 10-ის მეხუთე ტურის გათამაშების ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თბილისის ლელოს არასენსი და გორის გორი დაუპირისპირდებიან. მე ლუკა კილასონია ვარ, ჩემთან კი საბა ჟორჯიკაშვილი გაუძღვება დღევანდელ შეხვედრას. მოგესალმებით. საინტერესო დაპირისპირებას ველით ეს ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილს წარმოადგენს. მე-7 ადგილს იკავებს ლელო, რომელსაც 4 თამაში 2 გამარჯვება აქვს და 9 ქულა მოპოვებული და ასევე გორი მე-9 ადგილოსანი 4 თამაში 1 გამარჯვება და 5 ქულა. შეგვიძლია სწრაფად გავუყეთ გრაფიკულ გამოსახულებასთან ერთად შემადგენლობებს. გაგაცნობთ გორის 15 ეულს, პირველი 2 და 3 ნომრებით რატი სამყურაშვილი, დიმიტრი ხურცილავა და გიგა კუცნიაშვილი იქნებიან პირველ ხაზში, მე-4 და მე-5 ნომრები ვლადიმერ გოგოლიძე და კობა ტატულაშვილი, მეორე ხაზის დუეტი, მესამე ხაზი 6 რატი ჟორჟოლიანი, 7 ივანე ბურდული, 8 კი შედგენების შემკრევა. მოიგებს საერთოდ ლელოსთვის გადასწრების და მე-7 ადგილზე გადასვლის შანსი ექნება, ხოლო თუ მოიგო არაპრემიალური ქულით, მაშინ ლელოს გაუთანაბრდება ქულებში, დამოკიდებული იქნება უკვე რა ანგარიშით მოიგებს იმაზე. და ლელო აიღებს თუ არა პრემიალურ ქულას ამ შეხვედრაში. ორივე გუნდი ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით არის. ნიკა ბიწაძე და სანდრო ქოიავა მოუძღვებიან გუნდებს უკვე მოედნისკენ. ზამთარაძე ვნახეთ წელს მესამე ხაზშიც, თავის ძველ ბავშვობის პოზიციაზე და ვნახეთ დღეს პირველ ხაზშიც უნივერსალი მორაგბეა. კი ბატონო. მოკლედ ნახოთ, როგორ წარიმართება დღევანდელი შეხვედრა. გორი მოგეხსენებათ დებუტანტია დიდი 10-ის გათამაშებაში, წელს შეუერთდა და ვერ ვიტყვით რომ ძალიან ცუდად დაიწყეს თქო მაგას ნამდვილად. არა, ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ლელოს დაკომპლექტებული ყავს უმეტესად ახალგაზრდა მორაგბეებით საკუთარი გუნდი. ახალი სისხლი უდუხდა, რასაც შევატყვე ორივე მხარეს სხვა შორის კარგად შეუძლიათ ბურთაობა.
კი. და ამ ტურში ორი ძალიან კარგი სანახაობრივი თამაში იყო. გუშინ გაიმართა ერთ-ერთი სხვათა შორის თუ გინდათ რომ კარგ რაგბის გადახვედოთ, ისე დაძაბულს ხაზბეგი ციხარას უყურეთ და ხვამლი ბათუმით ძალიან საინტერესო შეხვედრა გახდათ. ერთ-ერთი არესი აიაცო და ისეთი მოედნის საფარიც ისეთი იყო, რომ ვერ ითამაშეს, ეს სანახაობრივი თამაში არ იყო, მაგრამ დაძაბულობა არც მაგრამ იქ აკლდა. ფაქტობრივად ყველა თამაში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. თითქოს იქ კი არის დიდი სხვაობა, თითქოს დიდი რა იყო, დიდი და 11 ხულა არმიასა და ხარებს შორის, მაგრამ ისიც საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ამიტომ დღესაც თუ დაძაბულობა გვექნება, კარგი იქნება შევკრავდით ბარემ მთლიან ტურს ესე დაძაბულობით. და გელა ლემონჯავა ელოდება თამაშის დაწყებას, სასტვენი უნდა მისცეს, რა თქმა უნდა. გორმა დაამარცხა თავიანთ იმ ისტორიულ შეხვედრაში. ყაზბეგი დაამარცხეს გორელებმა პირველი მატჩი, როდესაც მოიგეს. ეს სულ რაღაც გასულ ტურში იყო. კარგ ნოტაზე უნდა იყოს გორი, რაც შეეხება ლელომ დათმო ბათუმთან თავისი შეხვედრა წინა ტურში მოიგო ასევე ერთი შეხვედრა აიას წინააღმდეგ 20-19 გახსნით ტურშიც პირველ ტურში არმია დაამარცხა ორი ასეთი ერთგულიანი მატჩი ჰქონდა სამი ზედიზედ პირველ მეორე და მესამე ტურებში ლელოს სამივე თამაში ერთი ქულის სხვაობით დასრულდა პირველ ტურში 24-23 არმია დაამარცხეს დათმეს შეხვედრა შემდეგ უკვე 16-15 ხარებთან გასვლაზე სახლში კარგად გამოიყურება ლელო დაამარცხა აიაც შემდეგ 29 გასვლაზე ისევ დათმო ბათუმთან და აი ახლა სახლში აქვთ კიდევ ერთი თამაში ასე რომ თუ ვინმე ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ დღევანდელ შეხვედრაში და თუ შეგვიძლია ვინმეს ფავორიტად მიჩნევა ეს ლელოა ნახოთ გორი უკვე რას გააწყობს გასვლაზე ლელოსთან. ხუციშუმა შორი დარტყმით დაიწყო და გორელები ეგრევე გადადიან კიდეზე პირველივე წამებში ტელეფონი იქნება ლელოს შემოგდებით. X ლელოელმა ხელაძემ გამოიტანა ბურთი. საკუთარი 22-დან. თენგიზ ზამთარაძე მოაწვის ტელეფონში ბურთს. არა ბურთი არა გვაქვს. არა, როგორც იქნა გამოჩნდა მოედანზე და პირველი დერეფანი ნაკლებ კაცაა როგორც ვატყობ ორი ხელით მოიგებს კენჭაძეზე მოდი აღარ ჩამოაყალიბეს და გავიდა ხაზზე შუაში დათმასა ქევხიშვილი ნუგზარი ახორციელებს კურტანიძე მარჯვენა ფლანგზე თვითონ წავიდა მამუკაშვილი და რა ხდება ბურთი პირველმა კაცმა ამოიღო და აი მერე გადაუვარდა წინ თუმცა მამუკაშვილი ტრავმირებულია თერნოვერი კაი იყო მერე წინ თამაში პარალელურ რეჟიმში ცხადია მოწმდება ეს ეპიზოდი უკვე კი ქეუზაძე მოწმობს შოთიკო და თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი თუ რაიმე დარღვევას ვნახავთ ამას უკვე მოახსენებს გელა ლემონჯავას შოთა თეუზაძე უნდომ რომ აისურით დიმიტრი ხურცილავა უნდა იყოს გორელთა რიგებში წესთა და რიგით აი ვაგზელეთ მამუკაშვილი რომელიც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა წყობრშია და პირველი შერკინება დღევანდელი შეხვედრის მეორე წუთზე იმართება ვიმედოვნებ და ვუსურვებ ორივე მხარესთან საჯებსაც რომ შერკინებები შეძლებს და გვარად ნორმალურად წავიდეს და მეტი წენეხი უკანა ხაზლებმა მიიღონ აი ესეთ სურვილს გამოვთქვამდი კურტანიძე ბურთით ხელში ეცდება შერკინებაში ხო გინდა რომ სულ ხაზზე გადაიაროს ხო თამაშმა და შერკინება არ ვნახოთ ნუ ეს ჩემი სურვილია თქო და პირადი ვერ მოეწყო პირველ ცდაზე შენ ზონაში დარჩი მეტი ნაბიჯები არა შენ თქმა მიიღე და ხარაგა აი ფეხები ესე გაუგზავნოს კაია წავედი კაი ფეხები ესე დატოვე
განმეორებით შერკინება, აბა. მოხრა შეკურა შეკინება სულად შეგორდა შერკინებაში ბურთი ვერ გაიარა პირველი ხაზი ვერ გაიარა ხაზების ფეხი და მარცხნივ გავდივარ და ადრე გადავ ყოფილა სხვა დარღვევაც და თავისუფალი დარტყმით დაისაჯნენ ლელოელები. აქ გორი სავარაუდოდ მაღალაბრა განსასწევს. კი, რადგან პირდაპირ კიდეზე გადაგდება ასეთი ბურთის მიზანშეწონილი არ არის. უკან არის თამაში კურტანიძეს ჩაუვარდა, ტოვებს მოედანზე, მაგრამ მერე უკვე გორელებს შეეხოთ და წესით კიდე ზე დატოვა ბურთი კი შავების მხრიდან და შემოაგდებს ლელო ბურთს. ცოტა გავდა კურტანიძესგან წინ თამაშსაც ის დატოვების ეპიზოდში, თუმცა ლელოელები ოიგო ქოიავამ სუფთა და აკურატულად ბურთი დერეფანში მაღალი დარტყმული მიყოლა ძალიან კარგია. ორივე შეეხოთ უარწდები, საბოლოო ჯამში დარჩათ გორელებს, ბიცაძე გუნდის კაპიტანი, მუხლი უდევს რაც ბოჭვა. იბატონო და ხელი გაუშვეს და იქ მე მგონი ბოლო კაცმა აიღო და შეუტია ჯობავა წინვალია ბევრი არა კიდევ ერთი სრულ მოძრაობა შეაჩერეს 15-იან ხაზზე სწრაფი გადაყრა მაგრამ კიდევ უფრო სწრაფი იყო ჩასვლა ბრძოლა შეაღწიეს 15-იანში კვლავ მორკინალები ამჯერად ივანე ბურდული ხუციშვილი და არტმევინა მორკინალებს დაზღვეული აქვს ეს შეტევა გორს შესაძლოა დაისაჯოს გიორგი ბოლქვაძე ყოთელი ბარათით კაპიტანის და 15 ნომერიც აბა ვნახოთ გელალე მონჯავა ჯიბისკენ თუ წაიღებს ხელს გაჭრილი ხაზი იყო სწრაფი შეტევა რა შეტევა შეანელა ის გამოც რაკიდან სწრაფად ბურთი ვერ გავიდა იქნება ყვითელი ბარათი აისაჯა გიორგი ბოლქვაძე ყვითელი ბარათით სრულიად სამართლიანი უნდა ვთქვათ სწრაფი კარგად შეტევა ჩავიდა იყო მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში მივიდნენ იქ გორის მოთამაშეები და ის გადაყრაზე ძალიან მალე მივიდა მინდა რომ ნახოთ რას ნიშნავს კარგი ჩაჯდომა და ამოღება სამწუხაროდ ვერ ვნახეთ და ამიტომ დავითანხმებოდი ესე ერთი შეხედვით გელალე მონჯავას გადაწყვეტილებას მოკლედ კარები მიუთითეს ამასობაში გორის გორმა მარტივი სამი ქულა აიღო გორმა და წინ დაახლოებით 10 წუთი იქნება კვლავ ლელო კაცნაკული ამით კი როგორი სარგებლებს გორი თან უკანა ხაზში აკლია ლელოს მორაგბე 15 ნომრის პოზიცია იქნება შესავსები ხალვაში და ქევხიშვილი შეეცდებიან უკანა ზონის ამოვსებას და ეხმარება ხუციშვილიც ალბათ 3-0 მოკლედ დაწინაურდა გორის გორი ცუდი მიღება ძალიან გორისგან გარისკეს აქვს და ბიცაძეს ოხრა კარგი დარტყმა გამოვიდა არა ნათქვამია დაარტყა უკაცრავად აიჭრა დარტყმული ხალვაშს ეთყობოდა კი ბატონო დარტყმის ადგილის გასწვრივ დერეფანი გორელების შემოგდებით მე-6 წუთი ლელოათიაზე გასწორდი მოლი კარგია მოწყდა ახლა აქ უკვე და სავარაუდოდ რაკისკენ გადავიდა კიდევაც აქ ერთმანეთს შეუშალეს ხელი თუმცა კარგად ხუციშვილი კარგად თამაშობს შეინარჩუნა ბურთი ბურთულმა მორკინალებს დაარტყმევინა ვაუ ლევან ხუციშვილი გაათავისუფლეს 9 ნომერი მაღლა წევს მხას და კარგად
თამაშობს ლელო, არ აძლევს სისწრაფის აკრების საშუალებას. გორს, მაგრამ აი აქ გაიჭრა ხაზი ბიცაძე. კარგია, გადაცემას თითქოს კარგი იყო, ფეხით დარტყმაც და ვნახოთ, თუმცა ფანტასტიკური თამაში ჰაერში იქ აბესაძე მიკას შესრულებით. როგორც ჩანს არ ჩამოსულა უკან. ო არა და მოუწოდა. კარგად ითამაშა ბიცაძე ძალიან და აქ ასევე კარგად თუ არაძე, თუმცა ჩანაფიქრი იყო შესანიშნავი. კი, აბესაძე ფანტასტიკური იყო ჰაერში. თვარაძე ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ და სწრაფად შემოაგდეს გორელებმა. ბიცაძე მაღალ აბრაგანსებს და თვითონ უკან წავიდა. და ჰაერში ორთა ბრძოლა ვის დარჩა? თვარაძე იყო და გამორჩეული ამ ეპიზოდშიც. ხუციშვილი სწრაფად გაიტანა ხელაძეზე, ხელაძეს დიაგონალი ვნახეთ. ჩაუვარდა ბურთი ჯობავა! ბრწყინვალე ეპიზოდი გორის შესრულებით კაცნაკული ლელო უშვებს ლელოს გორი 8-0 დაწინაურდა მერვე წუთისთვის. საინტერესო დაწყება თამაშის. ამ ორივე ეპიზოდში გამორჩეული იყო ბოლო ორი მწვავე რაც ვნახეთ დავით მთვარაძე გორის მხრიდან ჰაერში ითამაშა კარგად ითამაშა იქამდეც ბრწყინვალედ სწორედ მის ჰაერში თამაშს მოჰყვა ეპიზოდი სადაც ლელო გავიდა უნდა აუცილებლად შევაქოთ საბა მე მგონი ფეხით თამაში, ტაქტიკური თამაში, გორების შესრულებით ბოლო ეპიზოდში. აქ უკვე ხელაძე იყო ძალიან კარგად ზუსტი. გაართვეს თავი და ნუ შედეგიც მოუტანეს საკუთარ თავს. და ვნახოთ ახლა იქნება თუ არა შედეგიანი გელას დარტყმული და როგორც ჩანს არის 10-0 დაწინაურდა 10 ქულით უკვე გორის გორი გასვლაზე სტუმრად. ხელაძეს საკმაოდ რთული კარიერა აქვს უკვე მსოფლიოს წინ მას ამის წინა მსოფლიოს წინ საკმაოდ რთული ტრაუმის გადატანა მოუწია სამწვრთნელო შტაბმა მაშინ გარისკა როდესაც წაიყვანა იყო რისკი ითამაშებდა თუ არა მოგდება ეპიზოდს დაუბრუნდეთ ვის რჩება ბურთი როგორც ჩანს გორს ხო დაბრუნდა შემდეგ იმ ტრაუმიდან ითამაშა სოფლიოზეც და ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უკვე მოაგროვა 5 ქულა ხურცილოვას აკდებული ორი ხელით იგებენ გორელები კარგად. გაიჭრეს ხაზი ამასობაში ისევ. ლელო ჯერჯერობით ვეღარც დაცვაში თამაშობს ისე მწყობრად. ყვითელი ბარათის შემდეგ ვეღარ შეტევაში მოკლე შეგორებული ბურთი რომელიც დააგვიანა ჯობავამ. პას დააგვიანეს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან ცუდად თამაშა სალელოე შეტევა. გაანიავა. ერთი გაფუჭებული გადაცემით, ერთი დაგვიანებული გადაცემით გორმა. და ლელოსთან კი რამდენად საფრთხე არის ასეთი შეტევების განიავება, ეს ძალზე საკითხია. აი ისე ბიცაძის ძალიან კარგი გადაწყვეტილება და აი აქ მიყოლა არის და დაგეთანხმები რომ დააგვიანა პასი. ბიცაძეც ვეტერანი მორაგბეა, რომელიც ძალიან დიდი ხანი დიდაც აკლდა, ძალიან დიდი ხანი მას შემდეგ რაც მე მგონი ჯიქები გავარდნენ, ხო? თუ ყოჩებშიც ითამაშა, ის სტატისტიკა სიმართლე გითხრა. თუმცა ჩავიდა დიდი ხანი გორთან ერთად ეცადა, გუნდი ამოიყვანა
ითამაშა იმ ფინალშიც. ახლა უკვე კვლავ ხედავთ დიდი 10 სცენაზე. ნიკა ბიწაძეს, რომელიც კაპიტნობს გორს. აი თუ ვერ არაგზელებს შეცვლა უნდა შემოვიდეს. შორჟოლიანი ყოფილი ლეოელი ისიც ლეოს აღზრდილი მესამე ხაზელი ახლა გორის ღირსებას იცავს. მორიგი შერკინება. გადი. შეძლებ. წავედი, დრო ჩაიგდო. მოხრა. კარგი განწყობით შედიან ხო მორაგბეები შერკინებაში. კი. მეტი ვიქონიათ რომ პირველსავეც დაზე მოეწყობა. ფაქარ უნდა გარისკოს ლელომ სწრაფად ალბათ სწრაფ გატანაზე კი არ დგას სტაბილურად ნამდვილად და უნდა დაუსტვინოს კელამ. კარგია. პირველი. ხარი გამოაშინე არ ჩაკლა რა. ჩემ სიგნალებს დაელოდე და ეგრე იმუშავა. ადრე არ გადა. ეს კი ირაკლი ყიასაშვილი. ამის ფონზე ლელოს მარკაფა. კი ბატონო. უბერებელი კაცი. მიკვირს ეხაც როგორ არ თამაშობს. ადრე არ გადახვიდე შენ გეუბნები. მოხრა. შეკურა. შერკინე. ჯერჯერობით დგას, კარგად, ისევ არასტაბილურია და აქ უკვე დაისაჯა გოლი. ეხა ჯერ ადრე გადადიხარ და მერე გვერდზე. კი, ნუ ეს გასაგებიც იყო, როდესაც მე ერთხელ გადააწყობს მსაჯი მინთებებს მოგცემს, მეორეჯერ უკვე როგორც წესი, მაგას სანქცია მოყვება ხოლმე, ნამეტანი გაურკვეველი სიტუაცია თუ არ არის, ხანდახან ხდება ასეთებიც. შესანიშნავად ამოდის ლელო საკუთარი წითელი ზონიდან 5 მეტრიანი ზონიდან. ცოტა დაამშვიდეს თამაში, თორემ გორმა თავის რელსებზე გადაიყვანა ყვითელი ბარათის შემდეგ სათამაშო სიტუაცია მთლიანად. დიმიტრე ხურცილავა და მორიგი ფაზა გორელთა შეტევის. შორს უკანა ზონაში მოწოდებული ბურთი მოიგეს. გაიშალა ხაზზე, დაიქნია, გააჭრა ხაზი, ნამბოლენკა. და მორიგი ლელო უნდა იყოს წესით. კი, ასეც ხდება. დავით უთვარაძე იმსახურებდა დღეს გაატარეს კაცი შუაში. ეხლა ლელოს მორაგბეებმა და ადვილი ლელო გაიტანეს. შეძლებს დაგვარად თუ ასე შეიძლება ითქვას გორელებმა. ძალიან მძიმე სტარტი აქვს ლელოს. ხო, აპირმეანელე კი ადვილად გაარღვია იქ ლელოს დაცვის ხაზი ბოჭა გააცუდეს ლელოელებმა და მერე გარეთ გახსნილი კაცი მოძებნა. აი გამეორებით შევხედოთ ისევ. გაუძრა ქევხიშვილს. შემდეგ ჯობავასავით არ დააგვიანა გადაცემა. ნამბოლენგამ და გაატანინა მთვარაძეს ლელო. შეკინება არის, შეგდებამდე იყო პრობლემა. ხელაძე ამჯერადაც ზუსტია შესანიშნავ ფორმაში ამ გეზავი. ელა ხელაძე ზუსტია. გარდასახა ეს ლეველს 17-ით 0 გახდა ანგარიში. დაკიდებული ბურთი კარგად მიიღეს იქ გორის მორაგბეებმა. ჩადო ბურთი ივანე ბურდულმა და 9 გამოიყენე.
ლევან ხუციშვილის ტანის პოზიციით თუ იმსჯერებ, თვითონ გააკეთებს სტარტყმას. გამოიყენე. კი ბატონო, თუ არ ვთქვი წინა თამაშზე თმა, უკვე შეეკოჭილი ხოდა. მაგარი ბოჭვა გალდავასგან. არ ჩქარობს ლელო. გამოიყენე. ქოიავაზე გაიტანა კურტანიძემ. უკვე დარტყმას ასრულებს ეს უკანასკნელი. არ გაახსნა ლელო. აი, აქ კურტანიძე სავარაუდოდ თვითონ გავა ფეხით. საჰაერო ორთაბრძოლა არ შედგა. ბურთი მიწას დაეშვა, ჭეიშვილს ჩაუვარდა და ლელოს უკვე საკუთარი შეტევის წარმოების შანსი აქვს. გაიშალა ხაზზე ქევხიშვილი. ყვითელი ბარათი აქ როგორც ჩანს უკვე ტყუილად ანთია. წინ თამაში დაბრუნდა ბოლქვაძე მოედანზე და დაუშვა შეცდომა უმალვე. გაუჭირდა როგორც ჩანს ყვითელი ბარათის შემდეგ თამაში ჩართვა. დრო ისევ ტრავმა. როგორც ჩანს ერთ-ერთი გორელი მორაგბეა ტრავმირებული. ჯობავა დაშავდა. ჯობავა იქნება უდიდესი დანაკლისი გორისთვის. ხელს იტკიებს. საბა ინალიშვილი შემოვა მის ნაცვლად. გორს მარკაფაში რამდენიმე საინტერესო მორაგბე უზის. შეუძლია მარკაფიდან გაძლიერებაც. ჯობავას ამ შემთხვევაში ცლის 23 ნომრიანი მაისურით საბა ინალიშვილი. ინალიშვილი, რომლის შესაძლებლობებიც ნახეთ ხვალის რიგებში არაერთხელ. რაგოილძე გამოჩნდა. მამუკა ნინიძეც, რომელიც არ არის დღეს. მათი ძალიან ბევრს. ჯობავა შეიცვალა, პაუზა გაიწევა იმის გამო, რომ რატი ჟორჟოლიანსაც დასჭირდა სამედიცინო დახმარება. ხოლო შერკინებით განახლდება. შეხვედრა შერკინებით, რომელიც ჯერჯერობით სუფთად და მწყობრად ვერ ვნახეთ მოწყობილი. ხო, თავისუფალი და ჯარიმები ორივე გუნდში თუ აქ მიღებული და შემდეგზე სავარაუდოდ იმედია გელას ეგ გაახსენდება და ჯარიმას იხმარს, მაგრამ მოდი ვიმედოვნოთ, რომ არ იქნება დარღვევა საერთოდ. ომინდა მეც მე მგონი ზამთარში ბალი, მაგრამ ამას ვისურვებდი. აი აქ გორს უკვე აქვს. კი ბატონო, გამოყენებისკენ მოუწოდა გაინატრე და აგიხდა. მე ყველა შერკინებდა მომავალი ვიგულისხმე ამასობაში. ბოლქვაძე დაიჭირა ბურთი თვითონვე მაღალი აბრაგანი ასია. აი კიდევაც და კარგ ბოჭვასაც ააცადა, ჩამოსვლა და მერე ბოჭვა გაუკეთა. რაკი დააყენეს გორელებმა. იქვე იგრძნეს, რომ ბურთი იკარგებოდა ნულოვან ზონაში შეუტიეს შემდეგ ხუციშვილი ფეხით. თამაშობს შესანიშნავად. 50-22. ლელოს მოუწევს კვლავ თავის დაცვა. რამდენი რაღაც ნახეთ უკვე და ჯერ მხოლოდ მე-17 წუთია. კი, ნამდვილად კარგი თამაშია. გორი 22 ხაზზე გასწორდი. მეტრიანში. ოღონდ ერთი პატარა შენიშვნასავით მაქვს გორელები უკვე მე-4-ეთ. წვებიან რა ტრავმა მოუვიდათ მე-4-ეთ თუ არ ვწდები, თუ არ მეშლება. შემოდი შეცვლა. აი გავაჩერე ისე. ამჯერად ვინ დაშავდა. ისკი მზეზე შეკრებილი, მაყურებელი ეფიცხება მზეს, უყურებს რაგბის და მოკლედ გრძელდება ჩვენი შეხვედრა.
ეთყობა, ვერ გაძლო ტრავმამ ძალიან შეაწუხა. გელა ხელაძე ტოვებს მოედნის ფარგლებს, იგი ვეღარცით შემთხვევაში წესით ვეღარ დაუბრუნდება შეხვედრას. ხო დიდი დანაკლისი მიიღო გოლმა. მოწყდა და არტყა ხურცილავამ. გაიწმინდა რაკი. ხუციშვილი. რატი ჟორჟოლიანმა შეუტია. მოკლე დარტყმებით მიიწევენ წინ გორის მოთამაშეები და აქ გაუვარდათ, პიცაძეს ჩაუვარდა. ახლოში ისევ ვლადიმერ გოგოლიძე. ძიმე შეჯახება იყო გიგა ქუცნაშვილმა შეუტია. გალდავა შემდეგ შეჩერდა თითქოს წინსვლა. და არეკნზე გაუტანეს ბურთი? რომელიც ცუდად შესრულდა. სერგი ჩხაიძე ისიც უნომრომაისურით თამაშობს. ჩხაიძე გეზავის პოზიციას აიღებს. გელა ხელაძეს შეცვლის ის შეცვალა უკვე მან. 22-დან განაახლებს ლეილო თამაშს. პეტრე ხუციშვილი კერძოდ შეასრულებს ამ დარტყმას. არ გაასწრო ლელო. მერთმა ბოჭვამ გამოთიშა ხელაძე. ინალიშვილი მაღალი დარტყმული მიიყოლა. აერში ორთა ბრძოლა, ფანტასტიკურად ითამაშა ხუციშვილმა. გრძელდება თამაში. ხალვაშის გადაცემა, გაიშალა ხაზე ქევხიშვილი. ფანტასტიკური გარღვევა ქევხიშვილის, რამდენი გაირბინა. მიყოლა საჭიროა. ბევრი ინდივიდუალური ლევლა. მარტო კურდანიძე ეხმარება იქ და თუ არ დასცეს ზის აი აქ ბურთი უნდა გამოჩნდეს, სხვა შემთხვევაში თავისუფალ კი. ბრავო. გორს ამ შეტევის დაცვისთვის და მეორე მხრივ უკვე ბრწყინვალე გარღვევა მოაწყო გაგა ქევხიშვილმა, თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გვაჩვენა. როგორ აფეთქდა ადგილიდან. კიდე გავაჩერო. მე კი ვთქვი რომ ბევრი რამ მოხდა თქო, მაგრამ ბევრმა შერკინებამ, ბევრმა ტრავმამ კიდევ უფრო გაწევა. ტრავმისკენ მიდის ისეთზე, ეგრევე მარტივი ცვლილება, თორე ძალიან დიდხანს გაგვიგზავნა. აქ მუხსარ ქევხიშვილი დაშავდა. გაგა ქევხიშვილმა კი უაწყო სადამსჯელო რეიდი ძმის აი ერთი მეორეს წამოვა დაშავებისთვის. მაგრამ ნუგზარ ქევხიშვილი მოედანზეა. თავისუფალი დარტყმა ერგოთ მოლში ბურთის გაჭედვისთვის გორის გორს და ფეხით გადავლენ. კიდეზე შეუძლიათ, რადგან 22 მეტრიან ზონაში შიგნით ერგოთ მათ ბურთი. დროა მე მგონი ლელომაც უკვე ქულების აკრეფაზე იზრუნოს. შრალად აქვთ ტაბლო თავიანთ მხარეს. უკვე 22 წუთი მიმდინარეობს. ორი წამყვანი მოთამაშე დაკარგა გორმა, როგორც ვთქვით. თენგიზ ზამთარაძე აწვდის დერეფანში ბურთს. წინა მხტომელზე პირველ კაცზე მოიგეს ორი ხელის შემდეგ. აკონტროლებს კიდევაც იქ ზამთარაძე. კურტანიძეც მივიდა და გავიდა ხაზზე საბოლოო ჯამში. ისევ ძალიან სწრაფი შეტევა ლელოელების მხრიდან, ქოიავა. უკვე მოკლე დარტყმა განახორციელა გუნდის კაპიტანმა. და ჯარიმა. მანამდე რაკის თამაშგარეში ხარ 5 ნომერი ბადოვაშის. დაჯარიმდა კობა ტატულაშვილი. რაკის თამაშგარე მანამდე 5 ნომერი. რაც შანსს აძლევს ლელოს რომ მიუახლოვდეს მეტოქის 22-ს ან საერთოდად შევიდეს 22-ში და იქიდან აწარმოოს საკუთარი შეტევა.
22-ში შიგნით დაიწყებს ლელო. შეტევას ნახოთ თუ იქნება ეს ის პირველი შედეგიანი. ჩადი რა. პირველი სალელო ეს შეტევა. დამთავრებული რეფარი. 15 მეტრიანს გაცდა. თუიდან არის რა. უკან. კუტანძე მარჯვნივ გადაწყვეტა გაგრძელება. გახლავთ ქევყიშვილი, რომელიც არსაიდან ახერხებს ხაზის გაჭრას. როგორის ხარტი მორაგბია თან ძლიერი. ცოტა წააგავს. სხვა შორის ვისაბა აფრიკელების აგვარია ხა. კოლბი? კი, მაგის მოძრაობას. ის ბევრად სწრაფი არა თქმა უნდა, მაგრამ ოდნავ აი სისხარტეში მე ყოველ შემთხვევაში ამსგავსები სრულიად მისაღებია, სუბიექტური ამბავია. ქოიავა დაარტყმევინა აბესაძეს და როგორც ჩანს, კარგად ჩაჯდნენ. გაცვალეს სიტყვები. რადი სამყურაშვილმა და ნუდარჭეიშვილმა ჭეიშვილს არესი ამონაცხადი არაქში ბურთის დაკარგვა. შემდეგ წვდა ლევან ხუციშვილს. აღარ გინდა რა რისკავ. შენ 24 ხარ ჯარიმა გაქვს მოპოვებული. ეგეთი რეაქცია არაფერში არ არის საჭირო რა. როგორც ჩანს პროვოცირება მოახდინა. კი, აქ დააკვირდებით ხელი თვითონ ივან კრას ბოლო ეპიზოდია, კი. პირველი ნომერი. შენ შენგან შორის როცა ეგეთი რაღაც ხდება, შენგან განწოვება აღარ არის, და მეორეზე აღარ მოუღარდა. სამყურაშვილი გააფრთხილეს. კი, სწორი მითითებები მისცა ახლა რჩევად არიგებებიან მითითებები გელა ლემონჯევამ, რომ აღარ გვინდა გამწვავება, აბსოლუტურად ვეთანხმები. მაგრამ აღარ აქვს გაფრთხილება გაქვს ორივე. მადლობა. კაი, გავიდი, მადლობა ჯიგარ. აქ დააკარგინა ხუცშვილმა კარგად ითამაშა ზამთარაძეზე. დაქნევა დონაძემ შეუტია, ბრწყინვალედია რა დონაძემაც. აგვიანდება ბურთის გატანა ლევან ხუცშვილს. არც ჩქარობს. კუცნიაშვილი მონახა. გიგა კუცნიაშვილმა შეუტია, თუმცა დაიკარგა ბურთი. ორი წინ თამაში და ორი შერკინება დაენიშნება. 26 წუთზე ჯერჯერობით 0-17 მარცხ ხდება ლელო საკუთარ მოედანზე. ორმაგი წინ თამაში. ორი უპასუხო ლელო. წინა შეკინებაში ფერიომით ხარ იარღვევა გამახსენე და თანა ბურთი გავიდა. ბურთი რო გავიდა უფრო. ხო, კაი, მადლობა. წინაზე ბურთი გავიდა. წარვოთ რა. გარეთ არ გავხდე ნაბიჯით და მეტი სიმყარე ყიდება, აი. ბატონო, თქვენ უკეთესი იყო. ყველა არ იყო იდეალური, მაგრამ წინა შეკინებებს ჯობდა და ესე უნდა გავაგზავნოთ მინიმუმ. სოსვასეთ. პირველი ხარი. მოხრა. შეკურა. ბოლო გაფრთხილება დავით ლაზვიაშვილმა, არა, ზურიკო ურთაშვილმა მიიღო. მიაწვა ლელო, თუმცა წესების დარღვევით ჯარიმა გორს. ლელო, კლიანად შეკინება გავდივართ მარცხნივ. არა და სწორედ ამაზე გააფრთხილა ურთაშვილი. კიდეზე ჩხაიძე
შესანიშნავი დარტყმა სერგი ჭყაიძის. მოიგეს პირველ კაცზე და აყენეს მოლი. შემოეშალათ მოლი, გაჭედეს ბურთი შესანიშნავად ლელოს მოურკინალებმა. მაგრამ იქამდე ჩაქცევაზე დაჯარიმდა ლეოს არასენსი. ჭყაიძე კიდეს უმიზნებს მიიღო დასტური. მე შეიძლება კარისკენაც გამეგზავნა სიმართლე გითხრა, მაგრამ ტემპი აკრეფილი აქვს. თავად გრძნობენ. კი, ნუ გადაწყვეტილება. თვითონ ეს მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ კიდესთან, ლელოსთან უფრო სწორად და ეცდებიან რომ შეტევა ლელოს დაასრულონ სავარაუდოდ. ეგრევე წაიყვანა ორი კაცი მიწას. კი, ეგრეთ ჩანდა თითქოს რომ ჯეიშვილი ქვევით წავიდა. დამთავრებულია. მოიგო გორმა. ცდილობს მოლის ფორმირებას. ჩაუქცია ლელომ. ჩაუქცია ამჯერად წესების დაცვით. სამყურაშვილი დაარტყა. წინსვლა ვერ ნახა გორმა. პირველი მიძალების შემდეგ ბიწაძე არტყმებს მეორე ჯგუფს მორკინალების. გამოვარდა ბურთი კონცეტევა შეუძლია ლელოს. მამუკაშვილი ჩართეს ცოტა ადრე ხوار იყო პასი. ხვაძე ფურცაც ვერ ინარჩუნებენ. ამიტომ ემოციურად აღნიშნავს ესე იგი აღებულ ჯარიმას. ჯარიმა იყო კაი სადმოდი ორი წამი. ლევან ხუციშვილი. კი. თამაში შემოგიებული ნაწილი არაფერი ძერმეტი არ ყოფილა. ანუ აღარ არის ეგეთი რაღაცები რომ მოყვეს საჭირო. აი აგერ არის კუთხეში არის ჯარი. განმეორებით კონტაქტი კარგი იყო ინალიშულზე, მაგრამ იგრძნო ეპიზოდი ჩავიდა უმალვე ხუციშვილი ბურთზე და მეორე ღლეტვა შეასრულა მე მგონი. იქ 15-იანშიც თუ ხუციშვილი იყო ბურთზე მონადირე. მსხვილი რაკურსით ნიკა ბიწაძე. ეხა ამაზე ვერაფერს. ხო. გადაცდა დერეფანს ბურთი, თუმცა ჩაიგდეს გორელებმა, მოკლე შეცურებული გრძელდება და ინიშნა მაინც წინ თამაში. პირველი სარი გარეთ და სწორად. მოხრა. შეკურა. შეკინო. ვერ შეაგორა ბურთი გიორგი კურტანიძემ დაჯარიმდა გორი. ხუციშვილი გააგზავნის ბურთს კიდეზე.
8 წუთი პირველი ნახევრის დასრულებამდე სადღაც თუ საჯის-მაჯის საათი და ჩვენი საათიც ერთმანეთს ემთხვევა. და დერეფანი მოწდა ამ დღის 10 მეტრიან წყვეტილ ხაზზე თბილისის ლელო სარასენსის შეგდებით. ქოიავაზე ორი ხელით მოიგეს, თუმცა არ აუხდნენ. გორელები და აკონტროლებენ ბურთს. ცდილობს გორი დატრიალებას. გაიტანა კურტანიძემ. სუკან ქევხიშვილის გადაცემა ცუდი ჩართვა იყო. ამ შემთხვევაში ბექა მამუკაშვილის მხრიდან ბოლქვაძე კვლავ ფეხზეა. წინაწია გორმა ხაზი. განძრევის საშუალება არ მისცა ლელოს შემდგომ მორკინალს. მოკლეზე წაიღეს და აი აქ გადაცემა. არც თუ ისე კარგი იყო. დერეფანზე არ მოუყოვნო გვერდით შეხედე. აი გორი უნდა დააჩქარო. პირველ ხტომელზე მოიგეს ჟორჟოლიანმა ჩამოაგდო ბურთი. აკეთ ხარე არ დაიზრაჯე. ჩხაიძის მაღალი აბრაგანი. უკან კარგია ჰაერში ლელო, ბურთი ცოტა სარისკოდ გადმოაგდეს სიმართლე გითხრა, მაგრამ ამზადებს ახლა ლელო ფეხის დარტყმას. გაიუმჯობესა კუთხე კურტანიძემ. შორს გადის საკმაოდ. ვიწაძე. დაბალი დაწვენილი დარტყმა გაუშვა საპირისპირო ფლანგზე, რაც სახიფათოა. მაღალი ბურთი და აბრუნა ბოლქვაძემაც. თვარაძე შემორბენზე წავიდა, ამოგდებაც კარგი იყო. ჩაუვარდა ბოლოს ბურთი. უხრა კარგი პასი გატანა იქ და კიდევ ერთი ლელო იქნება. ბრწყინვალე შეტევა და დავით მთვარაძის დუბლი. საკუთარი დაწყებული შეტევა თავადვე დააგვირგვინა. სრული დომინაცია ჯერჯერობით პირველ ნახევარში გორის შესრულებით უკანა ხაზში ბევრი ბოჭვა გააფუჭა ლელომ და ეს მესამე ლელო იყო საკუთარ მოედანზე. საინტერესო შეტევა იყო. ლევან ხუციშვილის ამოგდებამ ხომ საერთოდ დაუგზავნია ლელოს დაცვას, მაგრამ იქამდე მთვარაძემ გარისკა, როდესაც ქევხიშვილთან ხელით წამოღება გადაწყვიტა და განიზრახა. შენი აზრით ვის ურეკავდა ლევან დათუნაშვილი? არ ვიცი. ვერ გეტყვი. და იმის მიცურულს ეს ბურთი ფეხით ისროლა, მე მგონი დარტყმას ვერ დავარქმევდი ამას, კიდევ ორი ქულა დაემატა. გორის მონაგას. აი ცოტა მცველი ჰყავდა 15 მეტრიანი ზონა, საერთოდ დაუცველი დატოვა. აი აქ კარგად შებოჭეს, მაგრამ აი ეს პასი კარგად ამოაგდო სხვათა შორის აქ. აი ეს ბოჭვა გაფუჭდა, აი ეს ბოჭვაც გაცუდდა. ნამბოლენგას ფეთქებადობა. კი ბატონო, მე უკვე ორი და რამდენი 4 მიმყოლი ყავს იქ გორს. ცუდი განახლება. კაპიტანი. ლელოს ჩაუვარდა თლიანად მატჩის პირველი ტაიმი. ცენტრში შერკინება გაიყოფა
დაცვის ხაზი, გაიყოფა შეტევაც. აბეცაძე და ყორიაული. ერთად. ექს-ლელოელები მისინიც. აი ამ სტადიონზე ხა საწუწუნო ნახდათ არ გვაქვს რა. მაგაში ძალიან ვეთანხმები გელაგემონჯავას სიმართლე გითხრათ. ამიტომ წავიდეთ. სამი სწორად და სიგე. მოხრა შეკურა შეკინე ხარზე კიდე ხეს რა მაისაც ძალიან ზემოთ არა უწიო იმიტომ რომ ვერ ეკვება 3 ნომერი კაი შენ ითამაში მოხრა შეკურა შეკინო შეგორდა ბურთი. სწრაფად გამოიტანეს გორელებმა და ისევ დიდი სივრცე მისცეს. გალდავა რამდენი ირბიან და რამხელა მანძილი დაუთმო ლელომაც მას არბენად. მარცხენა ფლანგი. არაპირებს გორი გაჩერებას მიუხედავად იმისა, რომ წუთზე ნაკლები რჩება ტაიმის დასრულებამდე. ნახოთ, ჩხაიძემ შეიაცურა ფეხი, დააბრუნა ბოლქვაძემ, დააბრუნა იქვე ძალიან ახლოს. წნეხში იყო და ხო, ტაიმის ბოლოსკენ გავედით და შეგვიძლია მცირედი შეჯამებაც გავაკეთოთ. ყვითელი ბარათის შემდეგ ლელო მოიშალა საერთოდ. ჩაუვარდათ მათ შეხვედრის სტარტი, პირველი ქულა გაუშვეს მეხუთე წუთზე ხელაძემ ჯარიმა სუსტად დაარტყა, ამას მოჰყვა მერვე წუთზე ლელო უკვე გიორგი ჯობავას შესრულებით, იქაც კარგი იყო დავით მთვარაძე, შემდეგ თავადაც მოახერხა ლელოს გატანა და 36 წუთზე საერთოდ დუბლი შეცდა გორი მასობაში. ასრულებს ლელო ტაიმს. აუსფალი დარტყმით გადავიდნენ პირდაპირ კიდეზე. ანგარიში გახლავთ 24-0 ლელოს აშენაო არენაზე წლევანდელ სეზონში პირველად მარცხდება, თუმცა წინ მეორე ტაიმი გველის, მეორე 40 წუთი გველის ნახოთ რამდენად ეყოფა ძალები გორს. ამ შეხვედრის ბოლომდე მისაყვანად რა შეცვლის თორნიკე ბუბუტეიშვილი გასახდელში, ამ ყველაფრისთვის 10 წუთში დავბრუნდებით და გავიგებთ უკვე რა და როგორ იქნება შეხვედრის მეორე ნახევარში. დარჩით ჩვენთან დროებით.
ეთერში, სადაც დიდი 10-ის გათამაშების მეხუთე ტურის დაასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თბილისის ლელოს არასენსი და გორი უპირისპირდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ გორი საკმაოდ დიდი უპირატესობით 24 ქულიანი სხვაობით 0-24 ამარცხებს თბილისის ლელოს არასენს, რა შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მიდის ესეთი ბურთაობა იმ კუთხით რომ ჯერ ლელოს თამაში არ გვინახავს? კი, ნამდვილად მათ არ გამოსდით, ვერ აკეთებენ თუ არ ვიცი როგორ უეთესად როგორ თქვა. სამი უპასუხო ლელო მიიღეს. უკანა ხაზში ცოტა რამოდენიმე შეცდომა დაუშვეს, ბოჭრები გააცუდეს და მოკლედ გავიდა 24 ქულით წინ. ვნახოთ თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებს რა დავალებები და ჩასწორებები შეუტანა პირველი ნახევრის შემდეგ თვითთავად თორნიკემ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ გორს ორი ტრავმირებული ყავს პირველსავე ტაიმში, ორი წამყვანი მოთამაშე დაშავდა, გიორგი ჯობავა, ლელოს ავტორი და შემდეგ გელა ხელაძე, ორიომ დატოვა მოედანი, სერგი ჩხაიძე და საბა ინარლიშვილი ცვლიან მათ. გაძლიერების შესაძლებლობა ცხადია ორივე გუნდს აქვს. ლელოს ჯერჯერობით ამ სეზონში სახლში დაგება არ აქვს, ორი თამაში მოიგეს მათ ორივე საშინაო არენაზე. ეს ეპიზოდი ეს ბოლო ლელოს ეპიზოდს გვიმეორებენ, მგონი. კი, მაგრამ მე ეჭვება რომ რაიმე დარღვევა იყოს. არა. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ. ხო, 24-0 დუბლი სწორედ ამ მოთამაშის დავით მთვარაძის შესრულებით ზოგადად ძალიან კარგი იყო ჰაერში თამაში, დაცვა, გამწვავება. დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე. ლევან ხუციშვილთან ერთად, რომელმაც ორი ბურთი ამოიღო, იყო აქტიური, ცოტა ხისტიც ხასიათის და აღნიშვნის მხრივ. ამასობაში კი განახლდა თამაში. გადადის მეტოქის მოედანზე კურტანიძე. ჩხაიძე აბრუნებს. ალილი. სალამი ბაუს. რომელიც ხელს გვიშლის რეპორტაჟში. აბრუნებს პეტრე ხუციშვილი. არც მას გადააქვს კიდეზე ბიცაძე. მაღალ დარტყმას ამზადებს. აბრაგანი აიწია. მიყვება მთვარაძე, ვერ ჩაიგდო ბურთი ხელში, გამარჯვებული ბოლქვაძე გამოვიდა, ქევხიშვილი, რომელსაც ჰქონდა პირველ ნახევარში ერთი ძალიან სახიფათო გარღვევა. ბიცაძე პირდაპირ კიდეზე არ უნდა დაარტყას მან, შეტანილია ბურთი როგორც მსაჯმა დაიძახა. გაცვალეს, ბევრი დარტყმა გაიცვალა ბოლო 1 წუთში. მთვარაძე უშვებს შეცდომას მიღებაზე. და ჯარიმა საერთოდ ბურთის მიღების წინ თამაშის შემდეგ ღლეტვაზე ჩავიდა ლელო, არ გაატანა ბურთი გორმას, შემდეგ სწრაფი გათამაშება კურტანიძემ შეუტია. საურ კენჭაძის გამოტანილ ბურთს ხუციშვილი საპირისპირო ფლანგზე დიაგონალური გადაკიდებით აბრუნებს, დასრულდა უპირატესობა წინ თამაშის, ამოგდება ჩხაიძე, ბრწყინვალე იყო, შემდეგ ფეხის მირტყმა ნამბოლენგასგან კიდეზე გადადის ბურთი. მარეული ეპიზოდი იყო. მოლი ჩამოყალიბდა საკუთარ ნახევარზე ლელოელები. ოკეი, უყურე მიაწვნენ, კარგად 10 მეტრიან ზონამდე ამოვიდნენ. Sexy boy. მოკლე ფლანგზე შეტევა, გაიჭრა ხაზი, კიდევ ერთი მოძრაობა შეაჩერეს, ამოგდება ზამთარაძე, ბურთით სწრაფი გადაყრა, მაგრამ კიდევ ერთხელ იყო ჩასული
ხუციშვილი ბურთზე ამჯერად შედეგოდ მარცხენა ფლანგი მამუკაშვილი ბოლქვაძე ჩაერთო შეტევაში 15-იან ზონაში შევიდნენ ლელოელები ვნახოთ დააბოლოვებენ თუ არა შედეგიანად შეტევას და ეგ გადაუვარდათ უბრალოდ კონტრაქტი ნამდვილად კარგი იყო მაგრამ ბურთი ხელში ვერ აიღებს ბიცაძემ დაუშვა შეცდომა ბურთის მიღებისას ხო და ბავშვებს თუ მოვაცილებთ მიკროფონს იქ ვიჭებო კარგი იქნება შერკინება გორის 15-იანში ლელო შეაგორებს ბურთს ბრწყინვალე შანსი ლელოსგან ასეთი შეტევა რაც ახლა აწარმოეს პირველ ნახევარში ნამდვილად არ ჰქონიათ მათ ვნახოთ ახლა მოწინააღმდეგის 15-იან ზონაში რა ჩავიდნენ ქვევით ემზადება მოედანზე გამოსასვლელად ძალიან გამოცდილი მიხეილ ორაგველიძე. მასთან ერთად ნიკა ნაზარაშვილი გამოდის 17 და 18 ნომრიანი მაისურები გამოვიდნენ მარკაფიდან მორაგბეები რატი სამყურაშვილი და გიგა ქუცნიაშვილი დაისვენებენ. ახალ შემოსულ პირველ ხაზელებს გელა ლემონჯავა აბსოლუტურად კარგად და ეს მითითებები მისცა რომ პირველ შეკრებებში თლად კარგი შეკრებები არ ქონათ და იქნებ თქვენც კარგად ვიმუშაოთ ერთად რომ ეგრეთ წარმართოთ მოკლედ ეს კომპონენტი თამაშის. ისევ ლელო მოწინააღმდეგის 15-იან ზონაში 46 წუთი 0-24 ანგარიში უცვლელია პირველი ნახევრის შემდეგ. დაჯარიმდა ადრე გადასვლა მეორედ უკვე ჯარიმით ისჭება ხუციშვილი კიდეს უმიზნებს ხათი აქედან კარში დარტყმას არავინ დააპირებს 24-0-ს როდესაც მარცხდება ეს კი ბიძია ბათუკევლიშვილი ჩვენს ტელეეკრანებზე ეს სპორტი ლელოელებმა აბესაძეზე სტილობს მიწოვას გორი იცავს ჯერჯერობით თავს ქევხიშვილზე გავიდა ბურთი ჩაიძემ შეაჩერა სწრაფი გადაყრა აქვს სწრაფი ბურთი ლელოს მურთაშვილმა ურქინა რაკზე ზევიდან გადაწყვიტა შეტევა იქ ერთ-ერთმა მორკინავმა ვერ გაძვრა აბესაძე შეაჩერეს ბურთზე ჩასვლა ვერ მოახერხა გორმა წინ ვერ მიიწევს ჯერჯერობით ლელო შეაჩერეს გოთაიძე კურტაიძე თუნდაც ჩაება რახში ხელინეს უკან ქოიავას შეუნელდა შეტევა შეუნელდა ტემპი ლელოს მაღალ ტემპში გამოჩნდა რომ გორის დაცვაშიც ჩნდება უხელო ბოჭვის უპირატესობაც აქვს ჯარიმის ლელოს ამიტომ ხელით უნდა ითამაშონ ცუდი გადაცემა და დააბრუნებს ჯარიმას გელა ლემონჯავა აქედანაც კიდეზე გადადის ლელო როგორც ჩანს ისევ მაქსიმალურად ახლოს არიან ლელოელები მოწინააღმდეგის ლელოსთან 15-იან ზონაში ექნება დერეფანში შემოგდება
მოიგეს კენჭაძეზე. კარგი ბიძგი მისცა ლელომ ამჯერად. მოწყდა, გავიდა ბურთი და როგორი დასანანი შეცდომა. ძალიან მარტივ ეპიზოდში ვერ ახერხებენ ნიკა ხალვაში და გიორგი კურტანიძე ერთმანეთთან ქიმიის პოვნას. ბურთი იკარგება. და კურტანიძე თითქოს ჭკვიანურად თამაშობდა. წალი გავიტანოთ, სპაროვერი კარგად. ლეო გვერდი ჩეხედებ. ნაკლებ კაცად ერეფანი. და კარგა აქ შანსი გარისკა გორმა და უშვა შეცდომა შანსი კვლავ ლელოს. დამაგვირგვინებელ ფაზაში ლელოს ძალიან უჭირს დღეს. ქევხიშვილის ეპიზოდიც სადაც ჯერ მიყოლა და აგვიანეს პირველ ნახევარში, შემდეგ განვითარება ვეღარ შეძლეს კარგად. დადგა შეკინება. მიაწვა, გამოვიდა ბურთი, გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, ისე ვიკარგება ბურთი, მაგრამ დაუგროვდა ჯარიმები გოლს წითელ ზონაში. რა თქვი შევიდეთ თქვენ ანგარიში? ანგარიში არ მithქვი. აი და ხეხავ შეკინება ხო? აი და ეხა ხეხავ შეკინება. თუ მოგიფა. ორი ნო. საკმაოდ დიდი დრო სჭირდება თითოეული შეკინების მოწყობას. ნიკა სვიმონიშვილი ემზადება მოედანზე შემოსასვლელად, ჯერ ლელოს მარკაფის მოთამაშეებიდან არც ერთი გამოუყენებია. კიდევ ერთი ჯარიმა, აქ ბარათით შეიძლება ვიხილოთ. მე მგონი ახლა გაფრთხილებას მიცემს ჯერ. არ ვიცი ზუსტად. ну, გაფრთხილება მიიღეს, რომ ამ ზონაში კიდევ ერთხელ უძეჯარიმდებით, მომიწევს რომ ბარათი ვიხმარო.
ვფიქრობ რომ სწორია. აულში გადასვლა ასე ზედიზედ მიყოლებით დაღლილები ისე ხდება ხოლმე რომ შემტევი გუნდი ჯარიმდება. ნუ არ ვიცი ეხლა რა უდევთ სიმართლე გითხრათ თავში ლელოს მოთამაშეებს საქმე ვერ გეტყვი მაგრამ გადაწყვეტილება ამათ ორი ხელით მოგება კარგია მოლით ჩამოყალიბდა აწובה დაიჭრა წინ გარდაუვალს გავდა სანამ დაიშლებოდა ეს მოლი მაგრამ გამოვიდა ქოიავა შეინარჩუნა ბურთი კენჭაძე ჩაერთო თამაში წასწია მანაც საკმაო მანძილით ბურთი ძალიან ახლოს ლელოს მოვიდა ეს არაუდოდ ყვითელი და გადადო ლელო რომ არ ყოფილიყო იყო ჩაღა იქ კურდანიძე ჟორჟოლიანი იყო ჩარჩენილი გამოსვლის შანსიც კი არ ჰქონდა მას ლელო სარასენსის პირველი შედეგიანი შეტევა 54 წუთზე ვიხილეთ გაატეხეს მაინც გორის დაცვა კაცო, თამაშის მერე მოდი და დარტყმა ბოლქვაძე ზუსტია 7-24 განმეორებით ლეელოს ეპიზოდი როგორ ჭკვიანურად ითამაშა გიორგი კურტანიძემ დაინახა სიურცე და მარტივად გადადო ბურთი ერთი ლელო ამოქვითა 14 წუთის შემდეგ სკოთაშორის ლელომ თუმცა მეორე ტაიმი მთლიანად ბურთი ლელოს აქვს ჯერჯერობით კი თან გაფრთხილება აქვს მიღებული გორელებს ეს 15 წუთი სავარაუდოდ სრულად მეტოქის ნახევარზე აქვს გატარებული ლელოს და აქედან 10 შეიძლება 22-შიც კი ორკინალების ჯგუფმა დაარტყა 15 მეტრიან ხაზზე კურტანიძე გაიტანს ბურთს ახლა რაკის კუდში მომზადებული დაარტყმა ვნახოთ მისი კიდეზე არ ურტყავს საჰაერო ორთაბრძოლა წინ თამაში ყვავლელო ხელით გადაწყვიტეს შეტევა ბოლქვაძემდე მივიდა ბოლქვაძეს ძლიერი ფეხი აქვს ცენტრალურ ზონაში არტყავს სადაც სერგი ჩხაიძე ხდება მანაც მაღალი დარტყმით დააბრუნა ავალზე არ დაიჭირა ბოლქვაძემ კვლავ დაუბრუნა გორელებს მაცავე ნახევარზე ნიკა ბიწაძე შებოჭეს ხავლაში კონტრაქი ვეღარ მოიგეს თუმცა აწובה გორი მაგრამ შეაწუხეს და ეხა წაიღეს ბურთი საბოლოო ჯამში ხუცილავამ ამოიღო თუმცა გუნდური კონტრაქი იყო მოკლე გადაკიდება ბიწაძის შესრულებით როგაშე და აბსურდი შეჯახება იყო მე ცუდი შეჯახება იყო და მე აღმოჩნდი სულ ადგილასო სწორი კომენტარი გელალე მოჯავასგან ორი ნომრის ტრავმა არის დრო უნდა ხო დრო გაჩერებულია ველოდებით ზუსტად 15 არის გას. ცუდად მივიდა ორივე მიღებაზე თამაშობდა და ბესაძისგან მოხვდა. ხო, ნუ ეს დარღვევას მაგრამ. არა, სათამაშო ეპიზოდი იყო სრულად.
საბა არჩვაძე უნდა შემოვიდეს ნიკა ხალვაშის ნაცვლად ხალვაში ოვებდა მოედანს ლევო წალი გავიტანოთ რა კარგი მოშვიდკაცია არჩვაძე ძალიან სწრაფი ტექნიკური წავიდეთ მორაგბეა დრო ჩაირთო სიმაღლე ორი მოხრა შეკურა შეკინება ცდილობს გორი მიწოვას დატრიალდა შერკინება ეს მოურიგი ჯარიმაა შენ სივრცეს წამ გარეთ გამოდიხარ მთელი შერკინება ტრიალდება რა გაფრთხილება მოგეს იქ 5 მეტრებში მოდი მე შერკინება აღარ იყო რა შემდეგი შერკინების ჯარიმა ხება ყვითელი ბარათი თუ უახლოეს პერიოდში მოდი აი ბატონო იქ გაფრთხილება კი მიცა რომ ამ არეალშიო თუ მოხდება ეხა კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო ლორმა და მხოლოდ იმ არეალზე აღარ გავრცელდება ხო ეხა უკვე ნებისმიერი შემდეგი შერკინების ჯარიმა იქნება ყვითელი ბარათიო ეს სიტყვა თქვა კელა ლემონჯავამ ბიცაძე აბრუნებს მაღალი ბურთით მისწრებაზე მაინც მივიდნენ გორელები და დარჩათ კიდევაც ბურთი მათ გალდავას ამოგდება შემდეგ ჩაერთო შეტევაში ხუციშვილი უციშულს ბოჭა წინვალედია არ დაუკეთეს იქ ლელოელებმა და 19 არ ყავთ ჩათრეულია დროულად გამოიტანა ბურთი ორაგველიძემ ახლა თავად შეუტევს ქოიოვაც მძიმედ დახვდა კენჭაძეს აღარ უნდა ეთამაშა ტატულაშვილი ზეულად არის ბურთი გადმოაგდო უკან ჩხაიძე გრძელი გადაცემა ფლანგზე ინალიშვილის ცუდი შეცურებული ნამბოლენგა სუელს შეასკდა ბეკა ბერსენაძემ შეუტია ამჯერად უკვე გოგოლიძე იყო ადრესატი გადაცემის ნამბოლენგა მორკინალივით ურქინა მანაც ბიცაძე თვითონ წაიღო ბურთი დააზღვიეს შეტევა შეცდომა დაუშვეს ლელოელებმა ჯარიმის უპირატესობა მიიღო გორმა რაც ნიშნავს იმას რომ დიდი ალბათობით ამ ზონიდან უქულოდ არ გამოვლენ ორი უპირატესობა აქვს უკვე ჯარიმის გორის გორს და სწორად იქცევიან ისინი ხელდახელ თამაშობენ ნამბოლენგა ცდილობს გაძრომას შეაღწია თითქოს ლელომდეც მაგრამ მოკლეა ბურთი რაქშია ტატულაშვილი შეაჩერეს და ბრწყინვალე მომენტის სწორი სარბენი ზოლი ვინ იყო ლელოს ავტორი ვერ დავინახეთ დონაძე ჩხაიძეს უცავენ სერგი ყოფილა ესე იგი სერგი ჩხაიძე ხდება ლელოს ავტორი არსაიდან გაჩნდა იმ ინტერვალში რაკთან ახლოს რომელიც ლელომ დატოვა საკუთარ ლელოს ხაზთან აითვისა ეს ზონა სერგი ჩხაიძემ ჯარიმის უპირატესობა უბრალოდ ხოლმე ვერ გაიგო ბიცაძემ როგორც ჩანს რომ ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ ხო ამით სარგებლობდნენ ხო უნდა აღნიშნოს შესაძლოა ბიცაძის ურთიერთობა საერთოდ საჯებთან შესაძლებელია ძალიან გაწონასწორებული და ესეთი სტილობიანი მიმართვა აქვს მაქსისთვისაც მადლობას ვუხდი ასევე არ უნდა გამოვტოვოს ანდრო ქოიავაც წლებია იგი მაგალითი იმისა თუ ეს კითხვების დასმა როგორი ტონით უნდა მიმართო არბიტრს ამ ორი მოთამაშისგან ყველა შეუძლია აიღოს არა მარტო ამ ორი მოთამაშეებისგან ხო ყავს კი ბევრი ძალიან ცუდით და კარგი ბიჭებით არა ცუდები არა ყავს ვერ დაგეთანხმები მაგაში საერთოდ კომუნიკაციის ხრი ნინალიშვილი რთულ ბურთს
იმორჩილებს. მოედანშიც რჩება. კატუაშვილი მიეძავა. წაიწია წინ. აი ეს საჭირო ნამდვილად არ არის ახალგაზრდებო. რას მოხვა საინტერესოა. მგონი არაფერი ისეთი არ ყოფილა. რის შემდეგაც შეიძლება გამწვავებულიყო. ჯიღაური გამოვიდა მოედანზე. ასევე გიორგი მაისურაძეც. თენგიზ ზამთარაძე უნდა გასულიყო. შემოსულიყო გიორგი მაისურაძე, ჯიღაური შემოსულიყო და გიორგი კურტანიძე გასულიყო. გალდავას გაუწიეს დახმარება. წამოდგა პაატა. რაკში ანუ ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ ესე ვთქვათ მე ანუ ორივე გუნდიდან ანუ მესამე მეოთხე პირები მოვიდა და ამწოვებდნენ სიტუაციას რა პირველ ტაიმში ხდება ესეთი პატარა მომენტი და ეხაც განმეორდა რა დროს მოგცემთ ეხა კი დროს მოგცემთ ბიჭებს აილაპარაკეთ რა რომ მსგავსი რაღაც აღარ გჭირდება ისეთ ბოლო 20 წუთში ვარ შესულები რა და ყვითელი ბარათები მოყვება მსგავს ძილაობას დამწყებებზე ისეთ რა თქვენ ფლოვდის გუშტა თქვენი ეკნებოდა დროს გადი ვან ჯარინას არ პიტო გააცემა აჰა აიო ეპიზოდი გააგრძელდება შერკინებით. ხუციშვილიც გადიოდა თითქოს მოედნიდან. მოხრა შეკურა შეკინო გასაოცრად კარგად დადგა შერკინება, ულოცავ ყველას. ჩხაიძე მაღალი აბრაგანი აწია ისე რომ ისწრებადია და საბოლოო ჯამში რა კარგ ბურთს იღებს იქ ხუციშვილი. ხუციშვილი კი არა, კარგად იღებს უпростоრეთ ბურთს. ჩხაიძე მონახა ცარიელი ადგილი 50-22 მოქმედებს თუ არ ვწდები და ინალიშვილმა ჩამოასწრო შემდეგ ეს 15-მეტრიანი შერკინება იქნება გორის. ფანტასტიკური კადრი. რაგბი რას ნიშნავს? ხო, აი ხა წეღანი ძიძგილაობდნენ და აქ შეკინება არის გორის. ერთი მეორეს მოწინააღმდეგები ფეხს მაგრად რო არ ეთკინოს. ეხმარება ლელოს მორაგბე გორის მორაგბეს. ფასეულობა რომელიც არასდროს უნდა დაიკარგოს და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ გადავცეთ შემდეგ თაობას. ლევან ხუციშვილი და ზურაბ გოთაიძე იყვნენ ეპიზოდის გმირები. ორივე ძალიან კარგი ბიჭები ხართ. მოხრა 64 წუთი ამასობაში. მიმდინარეზე აქვს აღებული. ხო ის კი არ შემიჩნევია საბა ვაჩერებდით თუ არა ჩვენ დროს. ესე იგი მიახლოებით უნდა ემთხვეოდეს, ხო? კი. საჯის მაჯის საათი და ტელეეკრანის საათი. სივრცე იყო ძალიან ძალიან გაუჭირდება ლელოს პრაქტიკულად შეუძლებელია მე მოვიდი
4 ქულა უნდა ამოქაჭოს 16 წუთში და თან საკუთარ 5 მეტრიანშია დაცვით პოზიციაში. შეტანილაში, კი ბატონო. გალდავამ გაიტანა მოკლე, გაისროლა კენჭაძე, შეაჩერეს. შემდეგ შეაჩერეს და უკანას დაახევინეს გოგოლიძეს. 5 მეტრიანის ხაზზე მიდის თითო სანტიმეტრისთვის ბრძოლა. ჯიუტად ასე ფაზურ შეტევას აწარმოებს მორკინალებით გორი. არსად ეჩქარებად ჯარიმა გაიცა ლემონჯავასგან. ჩარჩენილი იყავი ამ დროში რა. კი, ჩარჩენილი იყავი და ეგრე წაიღო ბურთი რა. ამ მომენტისთვის გორი პრემიალური ქულის ზონაშია. 3 ლეოთი ამარცხებენ მეტოქეს. კი 4 ლელო აქვს გატანილი გორს და 1 დრო გამიმეორე შენთან. ლელოს და მოგეხსენებათ ჩვენი შიდა ჩემპიონატის გათამაშების რეგულაციებით მოწინააღმდეგეს თუ 3 ლელოს განსხვავებით აჯობე და მოიგე თამაში ყოველ შემთხვევაში ბონუს დამატებითი პრემიალური ქულა გეწერება, ხო? ნუგეში წაგებულ გუნდს ეწერება იმ შემთხვევაში თუ არა აქვს მნიშვნელობა მაგროს ლელოების რაოდენობას, გარდასახული ლელოს ფარგალში წააგე, ანუ 7 ან ნაკლები ქულით. რა ქნეს გორელებმა შერკინება მოითხოვეს? არა, ბურთით არის. ჩაიძია სერგი, კარში გავგზავნიდი სიმართლე გითხრა. სხვა განზრახვა აქვს. აი. გორელებს. დაშავდა შეცვალზე შემოსული ნიკა ნაზარაშვილი. მოედანზე გიგა ქუცნიაშვილი დაბრუნდა. აი, მოემზადე ლეო დროს თავ. დავაისოსო და გავიდა დავით ლაზუიაშვილიც. დავით ხუნთელია ჩაერთვა მის ნაცვლად, ჩაერთო უკვე შეხვედრაში. დერეფანი დიმიტრი ხურცილავა ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი მოთამაშე, ვინც არ შეცვლილა ატულაშვილზე. გათამაშებული კომბინაცია 2011 წლის მსოფლიოს ფინალი თუ გახსოვს იკტონი ვიტკოკის ლელო იყო ასეთი. კი, არ მახსოვს და აქ გადაუვარდათ უბრალოდ გორელებს წინ. ისეთი წარმატებით ვერ გაათამაშეს ეს კომბინაცია, როგორც იმ შემთხვევაში მოხდა. იცვლება უკანასკნელი მოჰიკანი დიმიტრი ხურცილავაც. შალვა კეთილაძე შემოვიდა მოედანზე. სევერიან ყურაშვილი 21 ნომრით. კარგად ჩაატარა ხუციშვილმა ლეონმა დღევანდელი შეხვედრა ძალიან ბრწყინვალე იყო. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა თავისი გუნდის რიგებში მიუხედავად იმისა, რომ დავით მთვარაძეს აქვს დუბლი შესრულებული. ასევე პაატა გალდავაც დატოვებს მოედანს. სანდრო ხათირაშვილი შეცვლის მას. ხარიგარი პირველი ხარიგარი. მოხრა. შეკურა. შეკინო. გამოვიდა შეკინებიდან ბურთი, წამოიღეს ლელოელებმა. ზარქევხიშვილს ხელიდან დააკარგინეს ბურთი კვლავ ლელო შეტევაზე. გარი ბოჭვა შესრულდა. საკუთარ 22-ში ხელით გურთაობს. ლელო უკან იხევს ჯიღაურის სწრაფი რაკი მარცხენა ფლანგი თავად შეუტია სანდრო ჯიღაურმა.
მამუკაშვილი არის 9 ნომერზე მისული. სვიმონიშვილი. ვაუ, მამუკაშვილი გავიდა ბოლოს. უკანა ხაზში ქევხიშვილი გადაწყვიტა თავად შეტევა, შესანიშნავია მისი გარღვევა. მიყოლაც რამდენი აქვს და რაღაცა უნდა ქნან აქ ლელოელებმა ბევრი წითელი მოთამაშეა იქ. ჯიღაური გარეთ ვეღარ მოახერხა გაგრძელება, სწრაფი რაკი სჭირდებათ. ბოლქვაძე არც მან ამოგდებათ ფანტასტიკურია ბოლქვაძის მიერ. წავიდა წინ აბესაძე. მარცხნივ ჯიღამ გაიტანა და ჯარიმის უპირისობა რა შეიძლება სპეციალურად იქნება აუცილებლად. ქევხიშვილი თელი თამაში არ ჩანდა, თუმცა ორი ეპიზოდი ჰქონდა, სადაც გაიბრწყინა და გაიბრწყინა თან მაღლეს დონეზე. ვერ მოახერხა ერთ-ერთ შემთხვევაში ლელომდე მისვლა, მაგრამ ხო, ეს უფრო თანაგუნდელებს შეეწერებათ მინუსში, რადგან მან ყველაფერი გააკეთა საამისოდ. თორნიკე ღანიაშვილი შემოვიდა მოედანზე. ისაა შეხა შეკინებაში და აუცი. დავინახე ყვითელი ბარათი თუ ინდა ისაჯა. ვერც მე სიმართლე გითხრა. ამას ოქმიდან გავიგებთ. გუნდის კაპიტანი როგორც ჩანს. დღეს ბიცაძეა, ვიცე-კაპიტანი. ხო, ნიკა ვლადიმერ გოგოლიძე. კიდეზე გადაწყვიტეს გადასვლა. კენჭაძეც გავიდა ღანიაშვილის. კენჭაძე მას კარგად ჩაატარა შეხვედრა სხვათა შორის. ორი ხელით აბესაძეზე მოგებული იქნა ბურთი. აკონტროლებს მაისურაძე. კარგად დაწובה ლელოში და ლელო იქნება გიორგი მაისურაძე ლელოს ავტორი. და სადღაც 10 წუთი კიდევ თამაშის დასრულებამდე. ყველაფერი მოხვა გაგა ქევხიშვილის საოცარ გარღვევას, რომელიც საკუთარ 22-ში მოაწყო და ასრულა მეტოქის 5 მეტრიანთან სადღაც ჯარიმით. ზუსტია 14-21 10 წუთზე ნაკლები დაახლოებით 10 წუთი ლელოს თამაშის გადასარჩენად ურთულესი მისია მათ 17 ქულა ძალიან რთული იქნება. აი ურთულესი. ქევხიშვილის რამდენიმე გარღვევა. ხო, თუმცა თეორიულადაც კი ძალიან რთული ამბავია ეს. მაგრამ ამით პრემიალური ქულა წაართვეს გორს. აი გორს აქვს. პირდაპირ გადავიდა კიდეზე, კიდევ მოდამატებითი შანსი ლელოს. არჩევანი ექნებათ ახლა. აი მაშინ რავი რა შარი ყველგან და აგერ მოვიდა ჩხაიძის განახლებას გვიმეორებენ, რომელიც არაზუსტი გამოვიდა. ლელოს აქვს რიცხობრივი მეტობა და აქვს 50 მეტრი გასავლელი მეტოქის ლელომდე.
მაგრად მიაწვა ლელო, ჯარიმა ექნებათ. გავიდა მარცხენა ფლანგზე. დაქნევა მამუკაშვილის თავად შეუტია. ჯიღაურმა მორკინალები, კერძოდ სვიმონიშვილი ათამაშა. გამოჩნდა სივრცე თავად სანდრო ჯიღაური შეტევაზე. ღანიაშვილი, კვლავ სვიმონიშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთო. კუნთელიას გავლით მამუკაშვილმა დაიქნია შეძრა, ამოგდება რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ჯიღაურმა ვეღარ ირბინა ბოლომდე. და ბურთი ჩაუჯდნენ აქ, მარტო დარჩა. ორმაგი მოძრაობა. კარგად ჩადიოდა. კი, ნუ აქ ძალათა ბალანსი იქით მხარეს იყო, მაგრამ შევახოთ ლელოელები ძალიან კარგი გარღვევა განახორციელეს. განმეორებით ჯიღაურმა დაკარგა ბალანსი, დაკარგა სისწრაფე, მიყოლა ახლოს არავინ ჩანდა. ზედმეტი მოძრაობა მოუწია მიწაზე ბურთის შესანარჩუნებლად, რაც ცხადია. არ გამორჩა ლემონჯავას და დაასაჯა ჯარიმით. ლელო აი, თუ ვერ აგზელებ შეფოთეო. ვაუ, მაშინ გორზე იყო ნომერი აი ნომერი მithყავ კაი ბიჭებო აქ გვიანი ბოჭვა იყო თქვენზე რა და ჯარიმაზე ვბრუნდეთ აჰა, ესე იგი ჩაერთო იქ შოთა თევზაძე, როგორც ჩანს, გადამოწმებაც არ დაჭირდა ეკრანთან მისვლა. გვიანი ბოჭვა გაუკეთებიათ იქ გორის მოთამაშეებს და ჯარიმა დაუბრუნდებათ ლელოს. აი 19 ნომერი გვიანი ბოჭვა არის ვაიმე რა ხდება? კი, ვაიმე ქვია ამას. 22 შერკინება. ხო. აი 22 ასეთ ეპიზოდში აი ადრე არ გაიგე სერგი ჩხაიძე 22-დან უიგერიებს ბურთს შორს მეტოქის 22-მდე უწია ამ დარტყმულმა ბოლქვაძე ხელით მოაქვს ლელოს მიგზარ ქევხიშვილი კარგი გადაცემა არჩვაძემ სცადა დათა ახვლედიანის ჩართვა ამ შეტევაში არ გამოუვიდა აი შერკინება იქ როგორც ჩანს იყო შეხება ბოჭვაში უთთან აი კარჩოც პასი ვნახოთ ანუ აუტი არის გორის აი აუტი არის გორის ვიდეო მითხრა რა იქვე გადაეწყობიან ტელეფონზე. კი, ნუ აქ ბოლოს შეეხო ნამდვილად. სუფთა ბურთი ბულბულის ჩამოღებით მაღალი დარტყმის შემდეგ სერგი ჩხაიძისგან არეულობა ლელოს უკანა ზონაში. მაისურაძე ლელოს ავტორი
ახლედიანი კონტაქტი მისი. გაუშვა ბურთს თავად წინ წასწია შემდეგ და გადაყრაზე ჩავიდა. აქ კარგად ითამაშეს გორელებმა ძალიან და ჯარიმო მოიპოვეს. შანსი გორს რომ დაიბრუნოს პრემიალური ქულა. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე სიღრმეში 22-ში. კიდე ესე გადავიდნენ 78 წუთი ამასობაში. სამოცდამე 17-ია ოქნის მიხედვით. დაკარგა გორმა ბურთი საკუთარ ტელეფონში. ჯიღაური შეიყვანეს და ამიწა ბურთი ჯიღაურმა. სხვა გზა არც ჰქონდა. იქნება გორის შერკინება. მეტყვია თუ რამე არ გულა. არაფერი არ ყოფილა თუ რამეა მეტყვის ვიდეოს. ავედი. წავედი. დავიდასრულა რა. რო ჩაიხო. ამოგიწევ პირაჩი, ბაბუს. ბოლო წუთები თამაშის შეეკინებაში ბურთს გორელები შეაგორებენ თან არიან მოწინააღმდეგის 5 მეტრიან ზონაში. გულაშულმა შეაგორა ბურთი. აქ ნამბოლენგა იყო მისული მანურის პოზიციაზე ნუ. შემკრელის შერკინების იგივე და აიღე და მიეძალეს. ნუ თამაშის ბედი ნამდვილად გადაწყვეტილია. მაგ კითხვა იმაშია და დარჩენილი აიღებს თუ არა გორი ვერა დამიწება. დამიწეს როგორც ჩანს. საინტერესო ბოლო წუთები გამოვიდა მაინც. ნახეთ შალვა კეთილაძის ლელო. ჯერ დაკარგული, შემდეგ დაბრუნებული პრემიალური ქულა და დაბრუნებული მოთამაშე მოედანზე ბოლო წამებზე. ვლადიმერ გოგოლიძეს სახით. აი თუ 30 წელს თუ მოიცლი გადისდრო რა. აი 30 წამში გადის ჩვენი მატჩის დროც. სერგი ჩხაიძე გაიყვანს ალბათ ბოლომდე ამ წამებს. ჩვენ კი რა შეგვიძლია ვთქვათ, ლელოს ყვითელმა ბარათმა ფაქტია ძალიან დაატყო ხელი, ბოლქვაძის ყვითელ ბარათს გულისხმობ, რომელიც შეხვედრის სტარტზე მიიღო მე-5 წუთზე. დარტყმა ზუსტია. ასეთ მაჟორულ ნოტაზე ასრულებს სერგი ჩხაიძე თამაშს. ლელოც გაიტანა შეცვალზე შემოსულმა ჩხაიძემ. დაშავდა გელა ხელაძე, დაშავდა გიორგი ჯობავა. იმედია მათ სერიოზული ტრავმა არ აქვთ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თუმცა გორმა მეორე გამარჯვება ჩაიწერა წლევანდელ გათამაშებაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მათთვის და გაუხდათ 10 ქულა გაუთანაბრდნენ რუსთავის ხარებს. შესაძლოა გადაასწრეს კიდეც ქულებია დასაცველი. წესთა და რიგით გადაასწრეს და გადავიდნენ მე-6 ადგილზე
ხოლო რაც შეეხება ლელოს, ჩამოიწია ლელომ მერვე ადგილზე, ხარებმა კი მეშვიდეზე. საინტერესო მატჩი ვიხილეთ. პირველი მარცხი ლელოსი საშინაო კედლებში. ჩვენ კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებით დიდი ათის დიდი მადლობა რომ გათამაშებით. იყავით ჩვენთან, კარგად ბრძანდებოდეთ. უკა კილასონია და საბა ჟორჟიკაშვილი უძღვებოდით რეპორტაჟს.